სტატისტიკური მონაცემების ზრდა ბოლო პერიოდში ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა იზრდება, თუმცა პრობლემის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებაში არ არსებობს, ასე ვთქვათ, ნდობა და შესაბამისად სტატისტიკური მონაცემები სტანდარტულად ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის და ზოგადად ასეთი სტანდარტია, გამოვლენილი მონაცემები 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვარაუდობთ, რომ რეალურად მართლაც აისბერგის წვერია, რასაც ვიგებთ. 10-ჯერ უფრო მეტია რეალური სტატისტიკა და ეს რაოდენობა ამ შემთხვევაში ჩვენთვის როგორც საზოგადოების წევრებისთვის საგანგაშოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაოდენობრივად ბევრია, არამედ საგანგაშოა იმიტომ, რომ ამის პრევენციისთვის ჩვენ არ გვაქვს არავითარი ბერკეტი დღეს საქართველოში, რომ დავიცვათ ბავშვები სექსუალურ ძალადობისგან. მთავარი ნაწილი ამ შემთხვევაში სექსუალურ ძალადობისგან დაცვის სტატისტიკის გარდა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს განსაკუთრებული ყურადღება და მე ვკითხულობდი, აი ედიტორიალის ფარგლებში ვკითხულობდი კომენტარებს, რომელსაც ხედავდი საზოგადოების მხრიდან, რომ დაისაჯოს მოძალადე. და ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა. თუმცა ამ შემთხვევაში გასაოცარი არის ის, რომ ჩვენ როდესაც აი ახლა ამ წუთას აქვს ხედვართ, დიდი ალბათობით არსებობს სხვა არასრულწლოვანი, სხვა ბავშვიც, რომელიც არის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ვერაფერს ამბობს, ვერაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ვიზრუნოთ იმაზე, რომ აი დანაშაული გამოვლინდეს და დამნაშავეები დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, არამედ ვიზრუნოთ იმაზე, რომ მოხდეს ამ დანაშაულის პრევენცია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, პედოფილია არ არის ბუნებრივია მხოლოდ ჩვენი საზოგადოების პრობლემა, თუმცა სახელმწიფოები ამ პრობლემას წარმატებით უმკლავდებიან იმგვარად, რომ არსებობს სისტემები, რომლებიც დაეხმარებათ ბავშვებს იმისთვის, რომ არ აღმოჩნდნენ ამ ძალიან მძიმე სავალალო სიტუაციაში. აი, რა არის ის თავარი, რაც ჩვენ შეიძლება უცხოური გამოცდილებიდან გავითვალისწინოთ. აი, ზოგადად ხო არის გარკვეული ეთნოფსიქოლოგია, რომელიც ახდენს გარკვეულ გავლენას სხვადასხვა ტიპის დანაშაულებების სიმრავლეზე თუ ნაკლებობაზე. საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეაქციაც ამაზე მეტყოლებს, რომ აი, შეიძლება რომელ საზოგადოება შეიძლება წარმოიდგინო, მაგრამ მაინც ვიცით, რომ ზოგან უფრო მეტად ხდება, მაგრამ ის რომ ოჯახში ხდებოდეს ასეთი რაღაცეები. და ჩვენ ხედავთ, რომ ეს არ არის მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა, ხო? ეს სრულიად წარმოუდგენელი არის, იყო. და რა გამოცდილებების რა ნაწილი არის ისეთი, რომელიც აი პირველ რიგში შეიძლება იყოს უკვე გათვალისწინებული იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც აი საქართველოსნაირ ქვეყანასაც აქვს. რა არის ეს განათლების სისტემაში, რა არის საპოლიციო სისტემაში? ალბათ პირველ რიგში განათლების სისტემა, რაც იყო ისედაც გაჭირვებული და ისედაც ძლივს რომ მიდგა ფეხზე, ეს არ უნდა დაინგრეს. პირველ რიგში ალბათ ეს არის. თუმცა მთავარი ნაწილი ამ შემთხვევაში არის ბავშვის გაძლიერება, იმიტომ რომ ბავშვი არ არის ადამიანი, რომელსაც არ ხელეწიფება არაფერი. ბავშვი იმის მიუხედავად, რომ არის ჩვენი ზრუნვის ობიექტი, ბავშვს ძალიან ბევრი რამ ხელეწიფება და სახელმწიფოს უპირველესი პასუხისმგებლობა უნდა იყოს ბავშვის გაძლიერება. როგორ ხდება ბავშვის გაძლიერება და რას აკეთებენ სხვა ქვეყნები ამისთვის? პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს და შეძლოს სარისკო სექსუალური ქცევის ამოცნობა. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რომელზეც დღეს არის საუბარი, ბავშვი იყო წლების განმავლობაში პროკურატურის მეცნობით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. პირველი ნიშანი არის ის, რომ ბავშვმა შეძლოს სარისკო სექსუალური ქცევის ამოცნობა და იდენტიფიცირება და შემდეგ ეს არ არის ნორმა და შემდეგ უკვე შეძლოს ამ თემაზე საუბარი. თუმცა თუ ამაზე ვიღაცა უნდა ესაუბროს, ელაპარაკოს, ეს ცოდნა უნდა მიაწოდოს. კი ბატონო, და ამ ცოდნის მიმწოდებელი არის ორი, ასე ვთქვათ, სისტემა. ერთი არის ოჯახი
მეორე არის საგანმანათლებლო სისტემა. ოჯახს თავისთავად ეს ცოდნა ვერ ექნება. ოჯახს სჭირდება გაძლიერება და ამისთვის არსებობენ სწორედ სოციალური მუშაკები, ამისთვის არსებობს ზრუნვის სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც უნდა გააძლიეროს ოჯახი. მეორე არსებობს განათლების სისტემა, სადაც ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ის, რომ ამ თემაზე საუბარი დავიწყოთ. საზოგადოება ძალიან მძიმე რეაქციები აქვს, აი ჩვენი კვლევებით მათ შორის საქართველოში სახალხო დამცველის კვლევაც ადასტურებს, UNFPA-ის კვლევაც ადასტურებს, რომ საზოგადოებას სექსუალური განათლების მიმართ დამოკიდებულება აქვს ძალიან ნეგატიური, თუმცა ხშირად ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ არ იცის რა იგულისხმება რეალურად სექსუალურ განათლებაში და ამ შემთხვევაში კომპლექსურ სექსუალურ განათლებაში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ ბავშვმა შეძლოს სარისკო სექსუალური ქსევის ამოცნობა და შეძლოს შემდეგ უკვე საკუთარი თავის დაცვა პირველ რიგში. ამ ხალხს გონია რომ სექსის პოზები უნდა ასწავლონ ბავშვებს სკოლაში. და ვერ გავწვდით ამდენი წლის განმავლობაში იმ ელემენტარული ცოდნის მათ შორის პირველ რიგში საზოგადოების მისატანად, რომ სექსუალურ ჯანმრთელობაზეა საუბარი და ბოლოს და ბოლოს საუბარია სექსუალურ უსაფრთხოებაზე. იმიტომ რომ ბავშვმა თუ არ გაიგო ეს რა არის ის ზღვარი და სად უნდა მისცეს მან რეაქცია და ვის უნდა დაელაპარაკოს ამის თაობაზე, აი ეს გაუკუღმართება და ეს მორალური კატასტროფა, რომელიც ჭირს დღეს ჩვენს ქვეყანას და მთელ საზოგადოებას და თვალს ხუჭავთ გეგონება სადღაც სხვაგან მესმის რომ ეს მათ შორის გარკვეული ფსიქოლოგიური თავდაცვის ელემენტიცაა, იმიტომ რომ ამის გააზრება და წარმოდგენა რომ ეს რეალურად ხდება ჩვენ სამეზობლოში, სადღაც შეიძლება სანათესაოში და ასე შემდეგ, ეს მთლიანად ანგრევს გასაგებია ჩვენს ფსიქიკას, მაგრამ ეს ხდება ხალხო და რაც ახლა ქალბატონი მაია საუბრობდა სტატისტიკის ის მონაცემები, რომელიც მე გადაცემის დასაწყისში გაგაცანით, ეს აღმოჩნდა რომ არის უკეთეს შემთხვევაში 1/10 იმ რეალობისა, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანასა და საზოგადოებაში. განათლების სისტემა, როგორც საკვანძო რგოლი. ეს ერთი, სოციალური მუშაკეები, რომლებმაც ოჯახები უნდა გააძლიერონ ამ მიმართულებით, რა უშლის ხელს, რომ ეს პოლიტიკა ჩამოყალიბდეს და მივიდეს ბავშვებამდეც და ოჯახებამდეც? სახელმწიფოსთვის ბავშვები ძალიან დიდი ხანია არ არის პრიორიტეტი და ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე არავინ არ ზრუნავს. მეცაც გეტყვით, აი ასეთი შემთხვევა მოხდა, თითქოს ეს არავის პასუხისმგებლობა არ არის. ნახეთ დღეს რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, რომელმაც ამაზე გარკვეული პასუხი გასცა. ან ნუ ეს მე ვიცი, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ხო პასუხისმგებლობის აღება და ზოგადად პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოში ძალიან დიდი ხანი არ გვინახავს, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გასაოცარი არის ის, რომ სისტემის არც ერთი რგოლი, იქნება ეს განათლება, იქნება ეს იუსტიცია, იქნება დანაშაულის პრევენცია, სამწუხაროდ დღეს საქართველოში ვერც ერთი რგოლი ვეღარ მუშაობს და ვერც ერთი რგოლი ვეღარ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობაზე. რამე სხვა დაამატებდით და მეც დავამატებდი აუცილებლად. დღეს ვიყავი აქციაზე დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მშობლების მხარდასაჭერად და მეც მინდა გამოვიყენო ეს პლატფორმა, იმიტომ რომ ესეც კიდევ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხედავდით როგორ იდგნენ ბავშვების წინ პოლიცია საქართველოში და შემდეგ ჩვენ გვინდა რომ ამ ბავშვებს ენდონ, ეს ბავშვები ამ პოლიციას ენდონ და ჩვენ გვინდა რომ ბავშვებს ჰქონდეთ პოლიციის თუ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართნდობა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მე ძალიან ბევრ საკითხზე აისახება გარდა აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარდაჭერისა, რომელსაც საზოგადოებას მოუწოდა პირველეს ყოვლისა რომ შემოგვიერთდნენ და დაუჭირონ მხარი ამ ბავშვებს. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაშიც მე მესმის კარგად თქვენს მიერ დასმული აქცენტი აქ იმდენად პოლიციას არ უკავშირდება, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც პოლიცია კედლად ჩააყენეს საზოგადოებრივ ინტერესებსა და მათი ძალაუფლების კორუფციულ ინტერესებს შორის.